გამარჯობა მეგობრებო, მანქანაზე მქონდა ასეთი პრობლემა, არ აღებდა გასაღები კარს. ჩვეულებრივად ბუდეში ტრიალებდა, მაგრამ რეაგირება არ ჰქონდა. მანქანა არის 2016 წლიანი Toyota Prius მეოთხე თაობა. დავიწყეთ კარის შიდა მხრიდან დაშლა, რადგან სხვანაირად ვერ მიუდგებოდით. ამ თანმიმდევრობით შეგიძლიათ დაშალოთ შიდა მხარე კარის. სულ დამაგრებული არის 3 ჭანჭიქზე და მათი მოშვების შემდეგ მარტივად მოხსნით კარის შიდა მხარეს. პირველი სამაგრი იყო აი აქ, მეორე და მესამეც იქვე მარჯვენა მხარეს. ამის შემდეგ უბრალოდ ხელის მოძრაობით შეგვიძლია ნელ-ნელა გამოვწიოთ და მოვაძროთ, განვაცალკეოთ მეტალის შარჩოდან ეს შიდა პლასმასები. ახლა კი უნდა მოვაძროთ კარის გამღები მექანიზმის ტროსები და ასევე ის შტეკერები, რომლებიც მიერთებულია კარის შიდა მხარესთან. აი ამ 6 კუთხას მოშვების შემდეგ ჩვენ შეგვეძლება კარის გარეთ მხრიდან მოხსნათ გასაღების ბუდე და ამოვიღოთ იგი. მე უკვე ამოღებული მაქვს და აი ეს გამოიყურება. აი ამ მექანიზმის წინა მხარე, აი ეს კბილანები უნდა მოთავსდეს გამღებ მექანიზმში, რომელიც არის კარგად დამაგრებული, აი ხა გაჩვენეთ ფოტოს აი აქ და აქედან იყო ამოვარდნილი. შესაბამისად ჩვენ უნდა ჩავამოღოთ იგი, აი აქედან შეგვიძლია დავინახოთ კარგად თუ სად მდებარეობს იგი და აი ზუსტად ესეთი მიმართულებით უნდა ჩავსვათ ჩვენი მექანიზმი გარში. როდესაც მექანიზმს შევაცურებთ, დამჭირდება მეორე მხრიდან ხელის მიხმარება, რადგან ეს არ არის ხისტი გადაბმა და ზუსტად უნდა ვიცეთ მიმართულება, რომ ის კბილანები ჩაჯდეს თავის ბუდეში. ამის შემდეგ 6 კუთხა ჭანჭიქი, რომელიც მოვუშვით, კარგად უნდა გადაუჭიროთ და საბოლოოდ დაფიქსირდება ჩვენი გასაღების ბუდი. ახლა სატესტოდ უკვე შეგვიძლია ცადოთ თუ მუშაობს თუ არა გასაღები. მუშაობს საკმაოდ კარგად. ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი დაშლილი კარის აწყობა. აწყობა ხდება იგივე სტილში, როგორც დავშალეთ. მთავარი არის რომ მყარად ჩავსვათ ყველაფერი, რადგან არ იჭრიალოს მოძრაობის დროს და ყველა კონტაქტი შევაერთოთ, სანამ საბოლოოდ დავასრულებთ კარის აწყობას. გასაღები მუშაობს თუ არა კარგად, შეგვიძლია გავტესტოთ ესე დაკეტვის შემდეგ, როდესაც ყველაფერი ჩაკეტილია, ერთჯერ გადატრიალების დროს მხოლოდ მძღოლის მხარე უნდა გაიღოს და სხვა კარებები არა და როდესაც დაკეტვის შემდეგ ორჯერ გადმოვატრიალებთ გაღებისთვის, აი მაშინ ყველა კარი უნდა გაიღოს. თუ ეს ყველაფერი მუშაობს, ესე იგი ყველაფერი კარგად გავიკეთებია. სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის.